მე დღეს გამოგზაურებ სოფელში, რომელიც ერთ დროს მეთევზეების იყო, თუმცა დღეს მილიონერები ცხოვრობენ. ეს არის პატარა სოფელი იტალიაში, სახელად პორტოფინო. შვენიერი ზღვისპირა სოფელი მდებარეობს გენუიდან სულ რაღაც 35 კილომეტრში. სოფლის ისტორია საუკუნეებს ითვლის. თავდაპირველად იგი ცნობილი იყო თევზჭერით, თუმცა დღეს იგი მთელ ევროპაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოფელი მოქცეულია პორტოფინოს ბუნებრივი პარკისა და საზღვაო ნაკრძალის შუაგულში. აქ ბუნება დაცულია და ზღვაც კი განსაკუთრებული სისუფთავით გამოირჩევა. და ყვების დროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიიღო ადამიანს გავსი სიამოვნება და ამ ხედზე ისაუზბო. ჩემთან ერთად არის უწყინარის ღვინო, მე იტალიურ ღვინოს არ დავლევ, აქ დავლევ ქართულ ქვევრის ღვინოს. ქალაქი არის გენუიდან 20 კილომეტრის დაშორებით პატარა კონცხზე გაშენებული და ირგვლივ არის ძალიან ბევრი ფერადი პატარა საყვარელი სახლი და ასევე შიგა და შიგ დიდრული და ძალიან დიდი ზომის სახლებიც. პირველად აქაურობის სილამაზე შენიშნეს რომაელებმა და დელფინების ყურე უწოდეს. ახლა მინდა გაჩვენოთ როგორი სუფთა წყალია. თევზები ჩანს ნახე. გრაცია. მოვიდა ჩვენი კერძი, ასე გამოიყურებათ ჩემი სპაგეტი. ახლა დავაგემოვნებ და გეტყვით როგორ მომეწონა. უბრალო მაკარონია რაღაცა ზღვის პროდუქტებით რა. განსაკუთრებული გემო არ აქვს. იტალიური ლიმონადი 8 euro ღირს აქ. ძალიან უცხო გემო აქ და ძალიან გემრიელია. 8 euro კი არა 16-ს გადავიხდით რა. ასე ძალიან გაიეთ. ეს ლიმონადი ისე მომეწონა ერთი ცალი კიდევ ვიყიდე. იმდენად გემრიელია რომ საერთოდ არ გინანება 8 euro-ს გადახდა ამაში. და რო საქართველოში მოხდეს ამის ექსპორტი. ძალიან კაია. მივდივართ კასტელ ბრაუნზე და ჩვენი ღვინოსთან მიგვაქვს და ნახოთ აბა როგორი ხედი იქნება ეგ. Hello? One ticket. Cash. 8 euro ღირს აქ შესვლა და შედის რაღაცა კასტელო ბრაუნი და რაღაცები. კი სამი რაღაცა შედის. Thank you. ქართველი რა ქართველია თუ ცოტა ღმერთების სასმელი არ გადაჰკრა და მე დღეს დავლევ უწყინარს პორტოფინოზე. უწყინარი არის ქართული კომპანია, რომელიც მხარს უჭერს ჩემს მოგზაურობას. ეს არის ხიხვი თეთრი მშრალი ქვევრის ღვინო. და ამ ხედებზე დავაგემოვნებ მე ქართულ ღვინოს. გაგიმარჯოთ ხალხო. აი, სულ მაგრად ყოფილიყავით. ძალიან არომატული და გემრიელია. მართვილია. პორტოფინოში არავინ არ ჩქარობს, აქ არავინ არ დარბის, აქ ყველა დადის. ჩქარა არავინ არ ჭამს. საათებით ხედან ლამას ხედებზე და მიირთმევენ ზღვის პროდუქტებს. დემოსპანი როცა ისტუმრა აქაურობას, მან თქვა შემდეგი სიტყვები. არასოდეს მინახავს მსგავსი სილამაზე. მე აქ გავიცანი სიმშვიდე და ჰარმონია. ვიწრო და ცოტა დამღლელებელი კი ამოდის კასტელო ბრაუნზე. აქედან კი იშლება პორტოფინოზე საუკეთესო ხედი. წამოახლა შევიდეთ ამ სასახლეში და ერთად ვნახოთ როგორი ხედი დაგვხდება. აი ასეთი ტერასული ტიპის ამბები ხდება აქ, ნახე. ძალიან კაი ჰაერია. სუფთა ჰაერს უნთქავთ, ბახმაროს ჰაერივით არა. მინდა რომ ბევრ ქართველს შეეძლოს ასე დატკბობა მსგავსი ხედებით. წავედით ახლა ჩვენ კასტელო ბრაუნში. შევდივართ სასახლეში. ნახოთ რა დაგვხდება. ურად მე არ ვიცოდი რომ ამ სასახლეში ასე ვინავარდებდი და ახლა მოგიყვებით კასტელოს ისტორია. მთისწვერვალზე მაღლა პორტოფინოს ფერად სახლებს გადმოჰყურებს დროის მყუდრომცველი კასტელ ბრაუნი. ამ ციხესიმაგრემ საუკუნეებს გაუძლო. ოდესღაც სტრატეგიული სიმაგრე იყო, დღეს კი პორტოფინოს სიმშვიდისა და სილამაზის სიმბოლოა. ქვის კედლები ზღვის სუნით არის გაჯერებული. მისი ტერასებიდან კი ხედები იშლება, რომლებიც საუკუნეებზე მეტია მოგზაურებს სუნთქვას უკრავს. კასტელ ბრაუნ არა მხოლოდ ისტორიაა, ესაა ადგილი, სადაც დრო ჩერდება, სადაც ხმელთაშუა ზღვის ნიავი, მზე და ხელოვნური სიჩუმე საოცარ ჰარმონიას ქმნის. აქ ჩემს უკან რასაც ხედავთ, ყველაფერი ისეა შემონახული, როგორც იყო მე-19 საუკუნეში. ვუყურებ აქაურობას და გული მიჩქარდება, აი იმდენად ლამაზია, რომ თვალს ვერ წყვეტ, აი ნახატი გონია და
მოგზაურობ დროში, რაღაცა მე-19 საუკუნის ვაიბები მოაქვს აქაურობას. ჩემს მოგზაურობას მხარს უჭერს სალიათრეველი. ეს ადამიანები დამეხმარნენ იმაში, რომ მოვხვედროდი იტალიის ასეთ ლამაზ მხარეში. და თუ შენს გინდა მოგზაურობა, მაშინ იცი ვისაც უნდა მიმართო. მადლობა ამ კომპანიას, რომ დამიდგა გვერდში და მომცა შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის გამეზიარებინა. ახლა კი გავაგზავნოთ პორტოფინოს დათვალიერება. მგონი ამ ხედზე ერთი ჭიქა იტალიური ღვინოს დალევაც კაიდია იქნება და წამოშვა უკვეთოთ. Glass wine, red wine. Red wine? Yes. ზოგადად იტალიური ღვინო განასინჯი არ მაქვს და მსმენია რომ კაი ღვინო აქვს და ნახოთ აბა. მე წყალში ბანაობაც მინდა და ნასვამზე რო შეიძლება ბანაობა. აი არა უშლის ჭიქარებს არ მის. გავაგემოვნოთ აბა იტალიური წითელი ღვინო. ძალიან გემრიელია. მაგრამ ახური საფერავი ჯობია. პირველად სინჯავ ეს არის ანანასით და ძალიან მაინტერესებს 11 ევრო გადავიხადე ამ ერთ ჭიქაში. არა. მინდა რომ რაღაცა სუვენირი ავარჩიო, მაგრამ საკმაოდ ძვირი აქვს ყველაფერს. კლასი. ეს ლამაზია, ნახე, მაგრამ 27 ევრო ეძვირება. არ მომწონს არაფერი. მე მომწონს ამის დაგემოვნება. ნაყინს გულისხმობ. წამობა შევიდეთ და ვკითხოთ რა გრის. აბა ნახოთ როგორია აქაური ნაყინი, ჟელატო. One coco. Con or cafe? Sorry, what? Con or cafe? No, this. Just cocoa. No. Lampon one. And one chocolate. And minda. Last one was this. Varigato. No, the max is 3 flavors. Okay, 3, but this and this. Okay. Okay. Thank you. Bye. Bye. გამოიყურება ჩვენი 8 ევროიანი ნაყინი და მოდი ახლა სათითაოდ დავაგეოვნოთ და გეტყვით რომელი მომწონს. სამივე ნაყინი ერთმანეთისგან არის განსხვავებული. ეს არის მჟავე, თან ძალიან მჟავე, ეს მოტკბილო და ეს არის კოკონატი რა, კოკოსი. ნორმალური, ცუდი არა. ახლა მე მივუყვები პორტოფინოს ტიპიურ ქუჩას. პორტოფინოში არის ძალიან ვიწრო ქუჩები. ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს ლისულის. წამო გავიშეინოთ ერთად. თუ შევძლებ სადმე ცურაობას, დიდი სურვილი მაქვს, რომ სამახსოვროთ პორტოფინოს სუფთა კამკამა წყალში გავცურო. უწყინარის ღვინო ხომ მთლიანად დავლიე, მე კიდე რაღაცები აქაურ დავამატე და ახლა კარგად მთვრალი მივუყვები ქუჩებს. უე მიკროფონი გამართული მაქვს. არა უშავს. მოკლედ ზღვაზე მინდა ბანაობა და ვეძებ ხა ადგილს, სადმე ჩასვლა რო შეიძლება. აგერ სხვებსაც უღებთ ვიდეოებს, ნახე როგორ დავგზდე. აქეთ არის რაღაცა სასახლე, ნახე. და ხავსები აქვს მოდებული რა. ეს უკვე აღარ ეკუთვნის პორტოფინოს აქაურობა და დაახლოებით ციხისძირის ვაიბი აქვს რაღაცა რა. ნასვამი დავდექი ამ ძეზე. ჩემი YouTube-ის საწყის ეტაპებზე არ შეიძლებოდა მე არ მეხსენებია სოსო, კაკო, ზურა, ტიტე, გიგი და ლეოს ჯორნეი. კი მოვიდეთ რომ მეც შევუერთდე ამ გონს და ვიყო ქართველი მოგზაური ბლოგერი. ამისთვის კი ბევრი რაღაცის გაკეთება მომიწევს და მე მზად ვარ, რომ უბრალოდ მაისური. სოსო არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ვადევნებ თვალს და ვიყავი ერთ-ერთი პირველი ადამიანი რამდენიმე წლის წინ, როცა ვხედავდი მის ყოველდღე განვითარებას. იმედი მაქვს ჩემი მოგზაურობების ოდესმე გახდება ვინმესთვის ისეთი შთაგონების წყარო, როგორიც ეს ადამიანები გახდა ჩემთვის. კი, სოსო იყო პირველი ადამიანი, ვისაც თვალს ვადევნებდი. ის იყო პირველი ქართველი მოგზაური ტიტესთან და ზურასთან ერთად. დღეს უკვე ძალიან ბევრი მოგზაური ბლოგერია. არის კაკო, რომელიც აკეთებს, არ ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმდენად მაგარ ვიდეოებს. ბარო. ეს მობინექსი იყო, ინტერნეტი, რომელიც ყოველთვის
გვერდში მედგა ამ მოგზაურობის დროს. ჩაო! ეს არის იტალია, ეს არის ნამდვილი ემოცია. და Mobinex ინტერნეტი ამ დროის განმავლობაში, როგორც უკვე გითხარით, იყო ყოველთვის ჩემთან. და დღეს მეც შემიძლია ვაკეთო იგივე, ვაკეთო საქმე, რომელიც შემოვნებს, ვიმოგზაურო და ეს გაგიზიაროთ თქვენ. მოუთ, კარგად იჭერს ეს ინტერნეტი და შეგიძლიათ გამოიყენოთ Mobinex-ის ინტერნეტი. ჩემგან სრული რეკომენდაცია. იტალიაში საკმაოდ კარგად იჭერს Mobinex-ი. YouTube-ი ახლა დავიწყე და მივიღებ ბევრ რეკომენდაციას და რჩევას. გამოიწერე ჩემი გვერდი, ეს ჩემი мотиваციისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. წავედით.